Საკანონმდებლობისა ეს არის ქრონიკა 20 საათზე. Სახალხო დამცველის ხმაურიანი დასკვნა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები უხეშად ირღვევა. გიორგი ტუღუშმა ერთწლიანი მონიტორინგი დაასრულა. დოკუმენტი უკვე მზად არის პარლამენტში გასაგზავნად პირველადი სამედიცინო დახმარების, სადაზღვევო პოლისებისა და გადაადგილებისთვის საჭირო პირობების არარსებობა. საკუთარ ანგარიში ომბუდსმენი ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ვისთან აქვს სახალხო დამცველს ყველაზე მეტი შეკითხვა და კიდევ რა თემებზეა საუბარი 20 გვერდიან დოკუმენტში. ნახეთ თამთა სანიკიძის რეპორტაჟი. ეს არის ნაწილი ანგარიშის, რომელიც ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას. მომავალ კვირას პარლამენტში სახალხო დამცველის კიდევ ერთი მწვავე დასკვნა შევა. გიორგი ტუღუშმა ინვალიდობის მქონე პირებზე ანგარიშის წერა დაასრულა. 20 გვერდიან დოკუმენტში ომბუდსმენი წერს, რომ საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის პირობები არ აქვთ. დედაქალაქის გარდა არსად არ არის დამონტაჟებული ხმოვანი შუქნიშნები და არ არის ეტლით მოსიარულეთა ასასვლელი. იგივე პანდუსები. პრობლემად რჩება არაადაპტირებული გარემო და ბოლოს, როდესაც ჩვენ იგივე შევამოწმეთ ის სახელმწიფო დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა შეზღუდული პირები ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან, იქაც კი არ იყო გარემო ადაპტირებული, ანუ იმ დაწესებულებაში, რომელიც სპეციფიურად ამ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მწვავე იქნება? რა თქმა უნდა, კრიტიკული. ეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟებული ხმოვანი შუქნიშანია მათთვის, ვინც უსინათლოა ან მხედველობა დაქვეითებული. თუმცა სახალხო დამცველის ამ ანგარიში წერია, რომ მსგავსი შუქნიშანი საქართველოს ვერცერთ სხვა დიდ ქალაქში ამ რეგიონში ვერ მოიცემდა. ტუღუშის მწვავე ანგარიშს უკვე გაეცნენ ინვალიდობის მქონე პირები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ მონიტორინგი დამოუკიდებლად ჩაატარა. კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ ქვეყანაში მცხოვრები ვერცერთი ინვალიდი თავს დაცულად ვერ გრძნობს. ფიზიკური გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის ხელმისაწვდომი, ის რომ არ არის ტრანსპორტი, არ არის გადასასვლელი ბილიკები, შენობა დაწესებულებებთან მისასვლელი გზები, პანდუსირებული და ასე შემდეგ. ეს არის უმთავრესი პრობლემა, საიდანაც უნდა დაიწყოს ამის მოგვარება საერთოდ, იმიტომ რომ სხვანაირად თანაბარი პირობების დამკვიდრება და შეგრა ჩვენს ქვეყანაში იქნება შეუძლებელი. ანგარიში სახალხო დამცველი აქცენტს არახელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზეც ამახვილებს ნაწყვეტი დასკვნიდან. იმ პირობებში, როდესაც ფიზიკური გარემო არ არის ხელმისაწვდომი და პირს არ შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და ისარგებლოს მინიჭებული უფლებით, კონკრეტული პირი ვერ ახერხებს პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას. შესაბამისად, სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეზღუდებათ სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. დასკვნის ამ ნაწილს ინვალიდობის მქონე პირებიც იზიარებენ. ამბობენ, რომ კიდევ ერთი მთავარი პრობლემა სადაზღვევო პოლისებია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ბარათებს საერთოდ ვერ ყიდულობენ. ხელფასი მაგ და მინდა ვიყიდო, ხო, დავაზღვევე ჩემი ოჯახი მეც. ამ პროდუქტს ვერ ვყიდულობ, იმიტომ რომ მეუბნება თქვენ ხართ რისკ ჯგუფი, მე თქვენ ამ ჩემ პროდუქტს ვერ მოკიდით, იმიტომ რა ვიცი, შეიძლება ხვალ თქვენ კურნალობა დაგჭირდეთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ თქვენ ინვალიდობის მქონე ბრძანდებით და რისკ ჯგუფს განეკუთვნებთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართავთ და მეუბნებით, მაშინ იქნებ თქვენ შეგვიძინოთ ეს პოლისი. სახელმწიფო გვეუბნება, კი შეგიძენ პოლისს თუ თქვენ ღარიბი ხართ. და არა ვარ ეს ღარიბი. არ წამეკითხავს და წავიკითხავ, დავსვით. სახალხო დამცველს ყველაზე მეტი შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრთან აქვს, თუმცა ანდრია ურუშაძე ანგარიშის წაკითხვამდე კომენტარს არ აკეთებს. დასკვნის გაცნობამდე წინასწარი შეფასებების გაკეთება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტშიც უჭერთ. დასკვნას გაცნობილი არა ვარ, ასეთი ფაქტები ნამდვილად არის. თუ საუბარია უზრაო პაციენტებზე, რომელიც არის უნარში შეზღუდული, ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რა პაციენტზეა საუბარი და სახელმწიფოს ჰქონდა პროგრამა ასეთი საბინაზე დახმარების, მაგრამ ეხლა რამდენადმე პროგრამა არ ფუნქციონირებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ომბუდსმენი ანგარიში საუბრობს, დასაქმებაა. დასკვნიდან ირკვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდი ნაწილი სამსახურს მხოლოდ იმ მიზეზით ვერ იღებს, რომ ინვალიდია.